ჯერ ზღვაზე მხოლოდ მე და ანდრია და ჩვენ ყველა მძილი არჩია. აი, როგორ შეიძლება ზღვაზე იყო და ძილი გერჩია ზღვაზე წასვლას. ნახტობა დღეს როგორია ღელავს. ეს მაინც ჩავიცი. ნაცი მაინც. ღელავს არ ღელავს. დღეს ჩემს შავი ყველაფერი გასარეცხი, მაგრამ დღეს უნდა გავრეცხო. დილას ანუ ყოველთვის გეგმა მე მავიწყდება. დრასი ლამაზია просто ნახე დრასი ლამაზია. აი ეგ მინდა. აი ეგეთი მანქანა მინდა. ზღაპა ესეც ლამაზია, მაგრამ ის უფრო მომწონს მე. შარი ეს. ანუ ის უფრო ბევრად მეტად მომწონს. აქ ხა ჯერ ჩრდილო ეს მაღალი კორპუსები იმითი არის კარგი რომ დილას და საღამოს აქ ჩრდილს აყენებს. და მაგით არის კარგი. ერთადერთი. წამოანდროს ვოლტები დგანან ეთყობა აქ კარგად მუშაობს ისა აი რომ მიყავთ რა ტურებზე ამიტომ ვოლტები სვაიამ ტურებთან დგას და სულ დიდი მანქანებია ესეთი ბევრი კაცია მე ზღვაზე ვარ სხვა არაფერი მინდა ხოლმე ზღვის გარდა ახლა იქნება ჩამომდგრებული კარგი მანქანები ესენი მე მგონი იმათია ვინც აქ ხირავს თავის გამოთ აქვთ თავისი მანქანების გასაჩერებელი მე მგონი არ აქვთ ეს ახალშენებურები ახლა ხო? თუ ძველია. ახალშენებურს გავს, მაგრამ უკვე ძველს გავს თან. არ ვიცი. აქნის ტიროა. თუ ესე რაღაც არ გააკეთეს, მეკარგება მალე სახე გუში ვნახე, აი აქ TikTok-ის ლაივში ქონდათ Orbis-ში 6 კაციანი ნომერი 150 ეურო რემონტულესი. აი ზღვა ხო ჩანდა და მთელი ბათუმი ჩანდა და განსაკუთრებით კი ეს პირველი ზოლი ვაიმე რასი ლამაზე იყო 39 სართული ხალხო 39 სართული ეგ არის ერთი ის რომ ლიფტის რიგში უნდა იდგე იმიტომ სხვანაირად ვერ ახვალ პროსტა ხო და ანუ აი რატო ურჩევნიათ ხოლმე პატარა ოდენობიანი 3 კაციანი 150 ლარს ქონდა და 6 კაციანი 150 ლარად ქონდა ამ სხვა ვარიანტები რა TikTok-ზე შემხვდა მე ხო ისეთი არ მიყვარს სხვა რო ჩანს აი ძალიან ნინაილს 50 მეტრში აგი საკმარმობა თათუკები ველოდებით აინთოს და წავალთ დავეთით აულა მაგარია ხალხი ზოგი უკვე მოდის რაზე ხარ არა ლამაზია მე არა ლამაზია ისევ გიცაღლებს რა აი ეს ყველა იზაღლი მიყვარს მაგრამ აი ეს პიტბულები სტაფები ბოქსიორები როტვეილები ძალიან მიყვარან просто ძალიან რთულია მაგათი ყოლა და მოვლა და გადხსნა თორე აი ძალიან მიყვარს
და წინასახლები ძალიან ადვილი ხა ბონი რომ ყავს მე მაგალითად. ძაღლიას ყავს რა ერთი რამდენიმეჯერ უფრო ადვილია. ეს ნახეთ. ეს უნდა შეგახედოთ რა სილამაზე. არანთია. აი აქ ჩართულია ხოლმე ეს შადრევანი. გამართულია ხო. მე ჩართავენ. სწორიც არის ხა ტყუილას დაიხარჯოს ამ დროს. აი აქ ფიქრობ ხა ხვაჭარულზე მოსვლას, იმიტომ რომ ხო აღქვეა. რა ვიცი, არ ვიცი როგორი აჭავლი. აქ კიდე სულ მწვადი სუნია ხოლმე და მწვადიც კაი იქნება. მწვადი კი იქნება კაი თევზი და ის არ ვიცი როგორი იქნება აჭარული. თუ იცით ვინმე, მაგრამ სანამ ამ ვიდეოს დავდებ, ალბათ უკვე წასული იქნებით აჭარულზე. საყოველობა ეს რა არის გეხვეწები ელექტრომობილია მე რა საყოველო მარკა გიჟდე ხო ეს ნახე აი მე რა საყვარელი ჩინურია ეთქა ბაქარი მოსული და იმეშვება ტენის მაგრამ საერთოდ ჩამოვიდა მაგითი ხო ვერ ჩამოვა შეგვიძლია ნეგარი ეს პატარა ადგილს გადავდია, ანუ აქ უნდა ცხოვრობდეს და აი ქალაქში წამო. აუ რა საყვარელი. ამდენი ხალხია უკვე. ვაუ. უკვე სავსეა. ამდენი. უკვე სავსეა. არა მართლა. ჩემ არ გაცნობულა. მგონია ჩვენවත් პირველები და უკვე სავსეა. გამარჯობა ძაღლა. ბათუმში ყველა ძაღლი მსუქანია. ой, რამდენი მოდის. ხალხი უკვე მიდის. მე რომ მგონია ადრე მოვდივარ, ხალხი უკვე მიდის. რამდენია? ვიდეო დავიდეთ. კატარებთან არა, ჯერ კი არ არის მოსულები, მაგრამ არ მიყვარს კატარებთან. Aha, aber schade. ცოტა ჩემასკერი. რა, ჩაფტე. აი ესე ხო. ეს ანარი მგონი. სადა აქ ჩრდილი ოღონდ. დახრილი უნდა იყოს. ჩრდილი ხო სადა? კაცი ნახე სადა. ესე გადახრილები მოიცა. აი ეს როგორ აქ? აი ეს გადასახლებად აქ. აი ეს მოიცა. გოგოები მოვიდნენ. მასყალები. აქ როგორია ზღვა? მე მგონი არა ატალღები. ან ცოტათია არის. მე რომ მაშინებს ხოლმე ისეთი. ალიბე ახლა ჩულქები დაიხადა ამ სიცხეში. გზემკლავიანი ხო აცვია, აი მაგათთან ხო სითეთრე ძალიან დიდი სათითქება და ჩულქებიცაცვია ამ სიცხეში, ვაიმე. აი სხვადასხვა კულტურას ყველას როგორი თავისი ის აქ რაღაცა თავისებურებები. აი ეს კალიასკა როდგას ის დედა და ბავშვი არიან იმ დროს დედა რო ყვინთაობდა ხო იცით აი ბავშვი იქს თავს ხედავთ კალიასკის ქვეშ ნაპირზე ანდრუსი დაცურავს სანაპიროზე არ ცხელა ჯერჯერობით
იმის ყურებია მეთო ფეხების ტკივა. ძალიან იცის ფეხების ტკივა პირველ დღეებში, აი ძალიან პროსტა. მეტად ჩინელები არიან, თუ იაპონელი კი ვერ ვარჩევ მაგათი. ანუ ყაზახები არ არიან, იმიტომ რომ ანუ იმაზე ლაპარაკობენ, ანუ ყაზახურად არ საუბრობენ. ყაზახები რუსულად ლაპარაკობენ ხოლმე და თუ ყაზახურად ლაპარაკობენ, ანუ მაინც ხვდები რა, ხო ხვდებით. ულამაზე სიზღვა. მშვენიერი. უდიადესი. შეიძლება აქ იყო და სხვაზე არ ჩამოხვიდე, აი არ ვიცი, ეხა იქასაც უთხარი რომ ან სხვები ხო რჩებიან და ეხო საერთოდ ანუ ვაფშე არ გამოდის ხალხი, არ ვიცი რა, просто არ ვიცი. ხო და რანაირად შეუძლიათ ეგრე არ ვიცი. მიყვარს სპილი, რომელიც სავარაუდოდ მიდის ხალხო. ნახეთ რა საყვარლები არიან. ძალიან წყალში ერთად და ჩეხუტებულები. ისეთი საყვარლები არიან, რომ არ ვიცი. ეს სამწუხაროა, თავინა რო ახალ მარტო და მოგეიცვლება. ნუ, იმედი მაქვს ყოველთვის არა. საყვარელი ტკბები ხალხო, ჯერ იყო და ერთმა გადაუყო ფოტოები და ისინი ეხლა ესურებს და აი ტკბესები არიან, პროსტა საყვარელები არიან. ძალიან მიყვარს ადამიანები და მაგაც დაკვირვება რა უკნაირა გავაკეთო. საკმაოდ ხშირი. სამჭვირვალე, ანდრიამ თქვა ცივიაო. ავიცი, ფიქრობ ჩავიდე თუ არა. კი, ჩავალ ერთ ამობევლები და ამოვა, იმიტომ ცოტა ღელავს. და ცოტა ღელავს, მაგრამ პანიკა მეწყება. და იქიდან ჩავალ, იქით მხრიდან, სადაც ის არის. ეს დაქანებული არ მიყვარს, მე ვეღარ ამოვდივარ ხოლმე. ასე იგი ხალხო უკვე მეორე დღეა სტაბილურად ქრება შუქი. ეხლა არის 11:30 და ჩაქრა შუქი. მე ხა გავაკეთებ თქვენთვის დილის vlogs. დღეს უნდა წავიდეთ, ჭამოთ, აჭარული. შუქი შარქა ხო? კი. შუქი რო არ ჩამკრალიყო, კი არ მოხვიდოდი. ეხა TikTok-ზე რა ვიდეოს უყურებდი, იცი? ვიღაცა ჩინელი თუ ნუ აზიელი მოკლედ. კაცი მიხვდაო რომ ყველაზე კარგად რაც გამოსდიოდა არაფრის კეთება იყო და არაფრის კეთებაში $80,000 აკეთებსო და ისიც იყო ეხლა ვეგერყვით როგორ აკეთებს ამასო და გაჭედა. ხო და ვეცი მეთქი აბა ჩავზა რა ვიგოთ მეთქი როგორ ეს ყოველ მეორე ქართველის საყვარელი ის იქნება ინფორმაცია და შუქი ჩაქრა. საიდუმლო. რას უშვები კაცო? ნუ აწამებ ძაღლს. ნუ ურწყავ. სეგრი მეშვება. ეალერსება. მიკა მასაჟისტად ხარ დაიწყე მუშაობას. პოლისკი. ჩიხუახუების. არა მარტოეთის. ხალხო ეხლა მივდივართ კრაფტ ფუდში, იგივე ცეროდენაში. უპასუხე. იგივე რა ყოფილ ცეროდენაში. ლია წამოვიდა, მაგრამ იმას ვიდა, შევუკვეთავ და წამოვუღე. იმიტომ არ წამოვიდა, რომ არ ეჭამა ეს აჭარო. აი აღარ შემიძლია ამის ეკონომიურობა. აი
როგორ შეიძლება იგეთ რაღაცებზე ეკონომია, აი არ ვიცი, და საკუთარ თავზე და რაღაც წელიწადში ერთხელ რაღაც აჭარული სჭამაზე და იმაზე. რამდენად ამას დავეხმარე და ვასწავლე. მაგას ვერ ვასწავლე. აი ეს არის მაგალითი იმისა, როცა ადამიანს არ უნდა ეს არის სწავლის. 250 ლარი გადავიხადე. ხო და 100 საერთოდ არ შვებოდა. არასოდეს არ საქმეს დავაყენეთ, საქმეს და მივდივართ ცეროდენას კრაფტ ფუდისკენ. ნახეთ. აბა ნახოთ. რა დაგვხდება. ხედავთ ხალხო. დავჯექით არის ველოდებით. ზემო სართულიც არიან ფაქტიურად. სოკვეთ თაჭარულები და ისა ფრი ის 8 ნახევარი. ძვირია ფრი. იმედია ბევრია და გემრიელი. ნახოთ. ები აქ არის ხალხო, აი ეს დარეკავს. და როცა ჩვენი შეკვეთა გამზარდება და მოვიტან, ან თვითმომსახურება შენ თუნდა აიღო. ოღონდ თვითმომსახურების აპარატები არ იმუშავებს სავარაუდოსთან და დაელოდო. ხო. და რავი ველოდებით. ხო, ის არ დევს სალფეტკები, ალბათ მოყვება შეკვეთას სავარაუდოდ. ესეც უნდა ვიქონიო. აი, რა ვიყიდე? 4 პატარა, ხაჭაპურები, 6 მოკლედ ფრი ჰალაპენიოთი 1, ნახევრაფასია და კარტოფილი ფრი დიდი. 6 ლარი. რავი, უფრო პატარა ვერ დავინახე და კოლა შაქრის გარეშე. 21 ლარი კოლა. ხალხო არ არის აჭარული ცეროდენასი, აქ ვაფშე კვერცხი ჩამდნარი იყო, რა ვიცი მე. ანუ მოიცადე? აი ეს ჭამი. ფრი ჰალაპენიოთი. როგორ ავიღო? და მოყვა ჩანგალი. ერთი ჩანგალი. სამიცალი მოყვა, კვერცხი ნახეთ რა მდგომარეობაშია. ყველი ნახე. და ნახე. იყო, მაგრამ ამით ხლეზი მიიღო. მე აქ აჭაურზე არ მოვალ. უგემურა და არ მიჭამია არსად ბათუმში, რაც ჩამოვედი და არც ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ 157 ლარი არ გადამიხდია არსად, აქ ვჭამე ყველაზე უგემურად და სახში მოგიყვებით რატო. მოკლედ ეხლა მინდა მოგიყვეთ რატო არ მომეწონა კრაფტ ფუდი, საერთოდ არ მომეწონა იქაუის სიტუაცია და არ მომეწონა არც აჭარული ხაჭაპური და 157 ლარი დავხარჯე და ვაფშე ისეთი უკმაყოფილო წამოვედი, ეგეთი უკმაყოფილო წელს ბათუმში რაც ვარ, არაფრით არ დავრჩენი ვარ, აი საერთოდ არაფრით. ეხლა რატო? საერთოდ ჩემი აზრია ასეთი, რომ ექიმიც კი რო ექიმია, რომელმაც იმდენი წელი ისწავლა და ადამიანის სხეულს კურნავს, ისიც თუ ადამიანი არ არის, ადამიანური არ არის, ადამიანები არ უყვარს, მე იმასთან ექიმთანაც არ მივდივარ, რომ არ მჯერა, რომ ეგ სხეულს განკურნავს, ვისაც ადამიანობა არ აქვს. და როცა შენ მომსახურების სფეროში ხარ, როცა საკვები გაქვს და ადამიანური, ჰუმანური გარემო იქა არა გაქვს, ანუ არ უნდა იყო მაგ სფეროში. ანუ მომსახურება არის ნული. ესე იგი, ანუ შევკვეთეთ აჭარულები პატარები. 6 ჯერ უკარნახე რა მინდოდა, ნუ კაი მაგას არ აუშავს, ეგ არაფერი კიდე. სხვადასხვა მინდოდა და შეიძლება რომ ადამიანს ეგ ვერ დაიმახსოვროს, ნორმალურია. მიუხედავად იმისა, რომ ვითომეს უფრო ისეთი დახვეწილი და ისეთია, ცეროდენაში დავდიოდი, კაცი წერდა ის გოგო, ანუ ერთხელ ეთყოი და გამეორება არ ჭირდებოდა. ერთი გოგო კი არა, ყველა ნებისმიერი რომელიც მოდიოდა. აქ უნდა მიხვიდე თვითმომსახურებაო და თვითმომსახურების არც ერთი აპარატი არ მუშაობს, უნდა ჩადგე რიგში და მერე, ესე იგი შევკვეთეთ აჭარულები, 1 ფრი ჰალაპენიოთი ყველით და ბეკონით, მაგრამ მე ბეკონი იქ ვერ დავინახე და ვერ ვიპოვე და ვერ ვიგზენი. 3 ფრი და ხაჭაპურები აჭარული. და კოლა უშაქრო.
მოგცეს ეს დაიწრიპინებსო და როცა დაიწრიპინებსო თქვენ თვითონ უნდა მოხვიდეთ და თქვენ თვითონ უნდა წაიღოთო. ხო და ისა, ну კაი დავჭერით ახლა ქვემოთ და არ იყო დიდი მაგიდები თავისუფალი მარტო ის შუაში რომელიც დგას ის იყო და ჩვენ კი ბევრი ვიყავით და არ იყო კომფორტული მოძემოთ წავიდეთ და წავედით ზემოთ და მე არ ვიცოდი რომ ესე იგი მე მეგონა როგორც მაკდონალდში და იქ არის რადგან მოგცეს რიგის ნომერი და დაიწრიპინებს და მოდითო იქ როგორც კი გაამზადებენ იმ წუთშივე წრიპინებს მიდიხარ და მოგაქვს ცხელი ეს ჩვენი აჭარულები გაუკეთებიათ ხო და ეთყობა იქამდე ელაგათ იქ სანამ სხვა შეკვეთის დაალაგება არ მოუნდათ და როცა ჩვენმა დაიწრიპინა და მე ავედი და წამოვიღე ჩვენი შეკვეთა თან თითო თეფშობით ხალხო ან პოდნოსი კი არა ზე დაალაგო ის თეფშობი თითო თეფშობით უნდა წამოიღო ეს აჭარულები წამოვიღეთ ორ გზაზე ავიტანეთ მაღლა თეფშებით ესე და ესე იგი კვერცხი ცილა იყო ნახევრად უმი და ნახევრად ჩაცილებული და გული იყო ნახევრად გამომხმარი ზემოდან ერთი გადღლეზილი ანუ რა ვიცი მე აჭარული ხაჭაპური სადაც მიჭამენ ნორმალური ყველგან თავი აქვს ძალიან ისეთი ცოცხალი რა მე იმასაც რო ამოაწობ და რაღაცა ხომ აირიოს რაღაც აქ როგორ იყო იცი აი უო ცივი როა ნახევრად და ყველი რო გამაგრებულია რა ჩვენ უკვე ეგეთ მდგომარეობაში ავიღეთ აჭარული რომელიც უკვე აღარ მომეწონა არ ვიცი რა გემრიერიც იყო მაგრამ მე ანუ აი ეს ეფექტი აჭარულის ახლა იქი მიტომ მივიდიო რომ ცხელი მინდა ვჭამო თუ გამიციებ და მე დამიძახებ ანუ იქვე ქვემოთ რომ დამჭდარიყავი დავინახავ დელად რომ შემოალაგეს ისე კრიტალი და მე მივიდოდი მაგრამ მაშინ ეთქვათ რომ აქ უნდა იდგე და უყურო იმისთვის რომ არ გავაციო და ფრი რომელიც ასეთ უფრო ჩქარა უნდა გაკეთდეს ვიდრე აჭარული ხაჭაპური ფრი ჰალაპენიოთი გაამზადეს კიდე კაი რა ბავშვს მაგას ჭამდა იმიტომ რომ აჭარული საერთოდ არ უჭამია და მეორე ფრიები ჩამოვედი და არ არისო და მე დაგიწკაპუნებთო და მე ისა დარეკავს და წაიღეთო და გავიდა ხანი ვრჩებით უკვე ჭამას და ჩამოვედი რომ არ რეკავს ეს მეთქი მოვრჩით მეთქი ჭამას და ფრი აგე ყრია მთასავით იქ ფრი და ჩამიყარა და გამატანა მე ანუ მე რო ჩამოვედი კაცი შვილი არ გაქცევს ყურადღებას ანუ ეთყობა პერსონალი ყავს ძალიან ცოტა ორი გოგოა ну მე რაც დავინახე ჩემი ყოფნაში ორი გოგო სალაროსთან ერთი ბიჭი იყო აი ესეც ბრუტივით რო წრიალებდა ამ ყველაფერზე ხო კიდე აი ესე მოგცეს კოკაკოლები აი ასე ხო ამ უნდა კითხონ გინდა თუ არა რამე ჭიქა რაღაც ბავშვმა ვერ დავლევო ესე ან სატრუპი ან ჭიქაო ებამ და მე ჩამოვედი ანუ გადავხედე სხვებს ჭიქები რო ქონდა მე არ ვიცოდი რომ ჭიქაში უნდა მოითხოვო ხო ანუ ამას რომ ვყიდულობ ხო უნდა მითხრა გინდა თუ არა ჭიქა გინდა თუ არა საწრუპი ხო არა ფრი იყო ფრი ჰალაპენიოთი და იმის ვაფშე ანუ ყველის соуსი არ ყველის соуსობდა რაღაცნაირი ესეც ჩამაგრებული რავი რაღაცნაირი შეიძლება ეგეც ცივი იყო და იმიტომ არ ვიცი ჩვეულებრივი ფრი მომეწონა კარგი ფრი იყო მართლა გემრიელი იყო 6 ლარი ეს ფრი ესე იგი 9.5 ლარი თუ არ ვწდები ის ჰალაპენიოთი 16 ლარი ის რა ქვია პატარა აჭარული და იცით რა პატარა აჭარული ანუ ხომ იმიტომ მივედი რომ ცეროდენას ცხობელიაო და იგივე საერთოდ არ არის იგივე გემო ყველი აქვს ცოტა ანუ ცეროდენას აჭარულში იმდენი ყველი იდო შეიძლება ცხობელი იგივეა მაგრამ პროდუქტს თუ არ აძლევენ რა აღჭადებს ის ადამიანი ყველი იყო ანუ აი მარტო ძირს რო ყოფნის რა ეგრე და ცომები დაგრჩება და ცეროდენას შემ ცომებს ვაწობდი და მე ეს ყველი კიდე რჩებოდა და გადმოვდიოდი და ვერ ვჭამდი ხო ანუ ყველიც იყო ცოტა არცერთ არ იწელებოდა ნუ უკვე ცივი იყო კვერცხი იყო საშინელ მდგომარეობაში კარაქი რო წაუსვი კარაქი თეთრი დარჩა ანუ კარაქი და აღარ წაუსვი იმიტომ რომ გაიძღნაბლა ეს კარაქი და რაღა აზრი ქონდა ხა კარაქის წასმას ხო ისე ზემოდან კარაქი იმპური თქვა შევჭამდი მოკლედ ვჭამე იმდენად უგემურად რომ ესე იგი სამდენი კალორია ხო მივიღე ამდენი ფული ხო გადავიხადე და გეგონება საერთოდ აი ნული სიამოვნება აგერ სიდაში რო გავდივარ
გაცილებით მეც სიამოვნებას ვიღებ, თუნდაც დონაში რომ მივდივარ, თუნდაც ნინომ რო წამიყვანა ის რაკუშკებია თუ ფრიდა თუ რაც არის, არ იყო ისეთი აჭარული როგორც თუნდაც როდენაში იყო, ხოლმე მაგრამ ამას, ანუ რას ლაპარაკობ, შენ ნორმალური ცხელი, აჭარული ხაჭაპური მოიტანეს ისეთი კვერცხის გულით, როგორც უნდა იყოს, არა გამომარ, მე რო სახში გადამიშრებოდა ხოლმე კვერცხი, ეგეთი იყო. რა ვიცი, აი და კაცი შვილს არ აინტერესებს, აი თავშიც თქვა გიხლია ის ფული გადაიხადა და მე თუ გინდა ვაფშე წადი, თუ გინდა საერთოდ ნუ შეჭამ. როგორც გინდა ისე ჭამე, როგორც გემოზე გინდა ისეთ გემოზე ჭამე და საერთოდ, ანუ მომსახურება არის ნული და კიდევ გავიმეორებით რომ თუ ადამიანი არ გიყვარს, ჰუმანური არ ხარ და იმაზე არ ხარ მორგებული რომ ადამიანს ასიამოვნო, მაშინ რა გინდა მომსახურების სფეროში? აღარასოდეს, მე მანდ აღარ მივალ, აღარასოდეს. აი არ ვიცი პროსტა იმედენად უკმაყოფილო და მე არ ვარ, საერთოდ არ ვარ არც კრიტიკული, არც ესე რო იგონებენ ხოლმე მიზეზებს და მიზეზობენ და არანაირად. პროსტა აი ყველანაირად და რო ვუთხარ იმ ბიჭს, მე რა დაემართა ამ კვერცხის გულს. აი ესე გააკეთე. და მე ის ერთი აჭარულის წამოღება მინდოდა, რომ ბავშვმა საერთოდ არ შეჭამა, ხო და? ისა ანუ ისეთი სახით მომცა ეს კონტეინერი გეგონება, რა ვიცი, აი არ ვიცი. ხო. ნუ არ ვიცი, ძალიან არ მომეწონა. ხო, დამცეცები ეყარა რომ დავჯექით იმ მაგიდას, რომ ჩვენ დაუძახეთ და ნუ რო გადასაწმენდი ყოფილიყო რაღაც ჩვენ გადავწმენდით, მაგრამ არ იყო და მოიტანა იმ ხალმა მე და გადაწმინდა, მოვძებნე და ვთხოვე და მერე და კიდე ხო სალფეტკები არ იყო. 5 წელი სალფეტკი მოყოს, ციცოცხალი, რა ვიცი, ადრე და საერთოდ ნებისმიერ იმაში შედიხარ, ხო დგაასა რა, სალფეტკი შეიძლება აიღო. არა. 5 წელი და გამოგაყოლონ ესე ცალობით. აი არ ვიცი პროსტა. ანუ კრაფტ ფუდს ჩემგან შეფასება 10-დან 0. აჭარული იყო სადღაც 6. ცხელი რო ყოფილიყო, შეიძლება 8 ყოფილიყო, არ ვიცი. მაგრამ კვერცხი როგორც იყო, ნახევარი ცილა და ნახევარი თავზე მოხარშული, არ ვიცი. ყველის ცოტა ქონდა. ნუ რა ვიცი. მან და აჭარულისთვის არ უნდა მიხვიდე. შეიძლება ხაჭაპურის შაურმები კაი აქვს, მე არ ვიცი, ვერ ვიტყვი, არ მიჭამია. შეიძლება კაი აქვს შაურმა, არ ვიცი, მაგრამ ფრი მართლა კაი იყო, ჩვეულებრივი ფრი ჰალაპენიოთი და იმით რა ვიცი, არ მომეწონა. შეიძლება იმიტომ ეგეც ცივი იყო. და ნუ მომსახურება როგორც თქვი 10-დან 0 აბსოლუტურად, აი თავში ქვაგიხლია ეგეთ დამოკიდებულება აქვს რა, აი ხო გეუბნები მე ექიმებისგან და კლინიკაში არ მიყვარს ის რომ აი არა ადამიანად რა აი ზუსტად ეგეთ დამოკიდებულება მე მგონი პირველად შემხვდა კვების ობიექტში აი ადამიანად არ გაგდებენ რა რაც კიდე ის აი მართლა თავში ქვაგიხლია სიტუაცია არ ვიცი პროტა საშინელება კატასტროფა ჩვენ ვიპოვეთ მონაკვეთი სადაც ყველაზე ნაკლები ხალხია ეხლა იქით მხარეს ჩვენ სადაც დავდიოდით აი გადატენილი აი აქამდე ხალხი ზის. ხო და აქ ნახეთ რა ხალხია და ყოველთვის ესეა. რაც არ უნდა მოხვიდე. რაღაც დასამდე. ისეთი кайფია ახლა ხოში შესაძლოა 7 საათია და იდეალურია. შესაძლოა. კაია, ძალიან და მეზარებოდა და რა კაი გოგო ვარ და წამოვედი. ვაქებ ჩემ თავს, მეტაშს ვუკრავ ჩემ თავს. იქ წავიდე მაინდა-მაინც რომ არ გამბოჩდნენ ერთ-ერთული. ეს ცოტა უნდა მოვიჭიროთ, არა? სამქვემოთ არის. ანუ როცა არა კომფორტულად არის. მაშინ არის კარგი და როცა კომფორტულად არის. მაშინ მიჩა ყველაფერი. იცით როგორი მინდა? აი, ჩვეულებრივი. პროსტა ისინი რო იყოს. ეს საშინელება ვიყიდე წარსულში. რომელიც სულ იხსნება, ნახე. აი ეს აი ეს ზურება და
არც ასხავს. აი ეს თუ არის ძალიან კაი. ძალიან ადრე არ შემიძლია აქ ჩამოთვა. აი ვიცი რანაირად არიან ხოლმე პირველ საათზე, იმაზე 4 საათზე, 3 საათზე არის აქ ხალხი სულ. ანუ ისინი რა ვიცით უნდა ზაგარი და რაღაც. მე მკითხეს ზაგარსო არ იღებო და ანუ ზაგარს აგრისთვის არ ვიღებ. ისე რომ ამოვიდე გავშრე კი ხანი წამოვწვე და რაღაც ეგრე კი, მაგრამ აი რომ მე ვიწვე იმისთვის რომ ზაგარი ეგრე არა. ნაყინია ფოქს მოტანილი. ეგ ჩქარა თუ არ შეჭამე, ჩაგადნება ხელში. მე რვისკენ თუ მოხვალ უკვე ძალიან მალე ციუდება. ხოდა რა გაიგებ კაცი რა. ეს ნახტარა დეფორმირებული. რაც და ხან წამოვწევი და მე ჩავა. მოვიხსენე და ამით არ ჩავიდე. შენ გამიფუჭდა ეს. გადიას მოკლედ განსაკუთრებით თბილისწალია. მასლა? ხო. აუ რა კაი, დილას ისეთი ცივი იყო. ისეთი ცივი იყო, რომ აი არ ვიცი. რა შემოდი ხარ? კი, როგორ არა. ხაწამოა. ჩან შემოხვედი ეგ რო გეთქვა? ხო. ასაყარელი ხარ. აგანიც მაგაქვს?